ყაზბეგის 19 ნომერში პოლიცია დილიდან აწარმოებდა მოლაპარაკებებს. ეს მოლაპარაკებები სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა და დაკავებულია ეჭვმიტანილი. ოპერაციას საგამოძიებო ღონისძიებებს და მოქმედებებს დილიდან ადევნებდა თვალს მოამბის კორესპონდენტი რატი ხვისტანი, რომელიც დეტალებს მოგვიყვება. ის ახლა შემთხვევის ადგილიდან ჩაგორთვება პირდაპირ ეთერში. რატი როგორ შეძლო იმ დახურულ სივრცეში პოლიციამ შეღწევა და დათმობაზე წამოყვანა იმ პირის, რომელიც დილიდან საკუთარ მოთხოვნებს უყენებდა სამართალდამცველებს და არ აპირებდა ლომბარდიდან გამოსვლას. კვლევაში ეჭვმიტანილი პიროვნების დაკავება ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მოხერხდა და პიროვნება, რომელიც უკვე რამდენიმე საათის, სავარაუდოდ 24 საათის განმავლობაში იმყოფებოდა გამაგრებული საკუთარი ვალუტის გაცვლის ჯიხურში, უკვე დაკავებული არის. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკავებული პიროვნება არ არის უცხო ქვეყნის მოქალაქე და მას შელაპარაკება მოუვიდა გვერდზე მდებარე სავალუტო ჯიხურის მეპატრონე და მას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ცეცხლსასროლი იარაღით. მთელი დღის განმავლობაში ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სპეცოპერაციის წარმოებას აფერხებდა ის, რომ პიროვნებას, რომელიც გამაგრებული იყო სავალუტო ჯიხურში, ყავდა მძევლად აყვანილი ერთ-ერთი ქალბატონი, თუმცა ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს. აქ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა პიროვნება, რომელიც აცხადებს, რომ ერთ-ერთ სავალუტო ჯიხურში მუშაობდა მისი ნათესავი და ის გუშინ გაუჩინარდა და მასთან კონტაქტი გაწყვეტილია უკვე რამდენიმე საათის განმავლობაში, თუმცა რა კავშირი აქვს ამ პიროვნებას საქმესთან ჯერჯერობით უცნობია. შევიტყვე ნათესავები და ნათესავისგან ისევ და ისევ რომ დაიკარგა კაცი. მე მოვედი და არ ვიცი. და რატო რა მოხდა, რას გეუბნებიან ანუ? არავინ არაფერს არ იძახის. და როდის ვინ არის ეს კაცი თქვენ ნათესავი? ჩემი სიდის მამა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაციის დასრულების შესახებ ინფორმაცია უკვე გაავრცელა, თუმცა დაკავებული პიროვნება ჩემს ზურგს უკან მდებარე სავალუტო ჯიხურიდან ჯერჯერობით არ გამოუყვანიათ. რატი დღეს ვრცელდებოდა მთელი დღის განმავლობაში ინფორმაცია, რომ შესაძლოა ამ პირს ყოლოდა ასევე მძევლებიც აყვანილი. თუ დადასტურდა ბოლოს ეს ინფორმაცია? მძევლის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ დაადასტურა, რაც შეეხება სპეცოპერაციის მიმდინარეობის გართულებას. დასტურდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პიროვნება, რომელიც გამაგრებული იყო სავალუტო ჯიხურში, იყო შეიარაღებული და ის მთელი დღის განმავლობაში იმუქრებოდა თვითმკვლელობით, სწორედ ამიტომ ხანგრძლივი მოლაპარაკებები იყო საჭირო. დიდი მადლობა. შემთხვევის ადგილიდან რატი ხვისტანი საუბრობდა მოამბის პირდაპირ ეთერში და სულ რამდენიმე წუთის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა პირველი ოფიციალური ინფორმაცია. ტექსტში წერია: შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ეროვნებით ჩინელი საქართველოს მოქალაქე 1956 წელს დაბადებული ივანე კ დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულს მიმდინარე წლის 4 თებერვალს შუა დღეს თბილისში ყაზბეგის გამზირზე მის მიერ ნაქირავებ ვალუტის გადამცველ პუნქტში გვერდით მდებარე სავალუტო ჯიხურის მეპატრონე 1958 წელს დაბადებულ გენადი ლომიძესთან თანხასთან დაკავშირებით ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გენადი ლომიძე მძიმე ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებული ჯიხურში ჩაიკეტა და თვითმკვლელობით იმუქრებოდა. შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულმა სამართალდამცველებმა 15 საათიანი მოლაპარაკების შემდეგ ბრალდებულის განიარაღება შეძლეს და ადგილზე დააკავეს. გამოძიება განზრახ-მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს. ეს არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლი.